დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. როგორც დანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრაქტიკას მიჰყვება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყნის ევროპული მომავალი დააზიანა, რასაც დანიის მხრიდან შეხვედრაზე არ მიწვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს. მე არ მგონია რომ რამე შეიცვალოს აგვისტოს ბოლომდე და ქართულმა რამე კანონი შეცვალოს ან რაღაც სტრატეგიები შეცვალოს ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამიტომ ალბათ უნდა დავედოთ რა რეაქცია იქნება საბოლოოში ევროკომისიას 31 აგვისტოს შემდეგ. არ მგონია რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ეს ბიუროკრატიის ამბავში, მაგრამ თუ მათი, ასე ვთქვათ, მუქარა დასაბუთებული იყო, ანუ მათ საკმაოდ ხალხაჭრა აქვს ევროპული ქვეყნების მთავრობებს შორის, მაშინ საავადმყოფოდ რამდენიმე თვეში დავკარგავთ. საქართველოს აღარ ეძახიან იქ სადაც იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მომავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ. უკვე მეორეჯერ ხდება, რომ ყველას ეპატიჟებიან გარდა საქართველოსი, პოლონეთმა არ დაპატიჟა როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველო, ეხლა უკვე დანიამაც იგივე მიდგომა გააგრძელა. ეს უკავშირდება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას. ჩვენ დღეს უბრალოდ ფორმალურად გვაქვს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ყველანაირი სიკეთე ხას უსვამ. უვიზომი მოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სხვა სავაჭრო კულტურული და პოლიტიკური ბენეფიტები, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთთან და რაც არის წლების მუშაობის და შრომის და ბრძოლის შედეგი, ყველაფერი იქნება დაკარგული, საქართველო აღმოჩნდება ავტორიტარული სამყაროს ბანაკში, ოღონდ ოფიციალურად უკვე და არანაირი ბმა ჩვენ არ გვექნება არც უსაფრთხოების, არც კულტურული, არც პოლიტიკური, არც ინსტიტუციური საგანმანათლებლო კუთხით დასავლეთთან. ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაცა პარლამენტია, ხან რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება იქნება. დღეს უცხოეთთან ცდილობენ, რომ ქართველები ყავდეთ ნერვებზე, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. აი ამას რო უყურებთ, საერთოდ რა ღირებულებებზე, რა ევროპაზეა საუბარი, ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართული ხალხის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლობენ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გაღარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. ამასთან ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, ოპოზიციაში ზოგადად ქართულ ოცნებას ამ განსაკუთრებული საფრთხე მოკრებოდეს ქვეყნის მასშტაბში. და ამიტომაც ჩვენ ზოგადად მიმართული ვართ, რომ ჩვენ ვიწრო პარტიული მიზანი მივახციოთ და ჩვენი ამორჩეველი მობილიზება მოვახდინოთ, ხალხი გავიყავოთ საკრებულოს შრომით, ისევ ჩვენ ამორჩეველზე იქნებიან ორიენტირებული და მათ ინტერესების დაცვაზე და უკვე უფრო გაძლიერებულები მომზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეიდან 3 დღის განმავლობაში გარკვეულ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია, ლელო ძლიერი საქართველო გაივლის რეგისტრაციას და მომდევნო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას, რომელიც იქნება შინაარსობრივად სულ სხვა კამპანია. ჩვენ გამოვიყენებთ ამ დე-ფაქტო არჩევნებს, როგორც დამატებით ბრძოლის ველს იმისათვის, რათა მივაღწიოთ ქართველი ხალხის ძირითად მიზანს, ეს გახლავთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ზოგადად ეს არ გახლავთ არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია, როგორც სპეცოპერაციაში ივანიშვილის მონაწილეობის მომებას არ ვაპირებთ, რომელიც არის განკუთვნილი იმისთვის, რომ დემოკრატიული კამუფლაჟი შეუქმნას დიქტატორულ რეჟიმს და რა თქმა უნდა, ყველა ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს და ოპოზიციად მოიაზრებს თავს, ისევ საკუთარ თავს ავნებს პირველ რიგში და საკუთარ რეპუტაციას.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია ისევე როგორც დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საგამოძიებო კომისიას რეალური ფუნქცია არასდროს ჰქონია. ის რუსულ საქმეს აკეთებს, ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მისი მთავარი მიზანი ოპონენტების პოლიტიკური დევნა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა. წულუკიანის თქმით, დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დაეფუძნა. ოცნება დასკვნას სავარაუდოდ სექტემბერში პლენარულ სხდომაზე წარადგენს. ეს არის სამშობლოს ღალატის კომისია, რასაც უყურებდით. ვითომ ნაციონალების რაღაცის გამოძიება უნდათ და ნაციონალები იყვნენ იქ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ერთ-ერთი, ვინც იქ მეორე იყო სააკაშვილი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და სომხეთში ელჩი. აი ხალხი ახლა იცახიან რომ ნაციონალებს უნდა ვებრძოლოთ და სინამდვილეში არიან ქვეყნის მოღალატეები და მიმიფურთხებიან მაგ კომისიისთვის თავის დასკვნიან. კომისია თავიდანვე რაღაც სანახაობის ფუნქცია ჰქონდა, რომ ხალხს ყურადღება გადაეტანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ამ რაღაც ვითომ გამოძიებაზე. არც მაშინ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ღირებულება როგორც გამოძიებას და არ მგონია რომ ამ კომისიის შედეგად რამე შეიცვალოს. ბოლოს და ბოლოს მინდა სამის გამოძიება თუ უნდა და ისედაც გამოიძიებდა კომისიის გარეთ. კლოუნადის ნაწილი დასრულდა და ალბათ ქართული ოცნების რაღაც რადიკალური ამოწურების რაღაც ნაწილი შეიძლება განყოფილი იყოს, მაგრამ სამყაროში არაფერი არ შეიძლება. რეალურად ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაც აი ამან განაპირობა, წინაპირობა, საფუძველი სწორედ ეგ იყო, რომ იმ პერიოდში, როდესაც უშუალებელი დანაშაულებები ხდებოდა ქვეყნის წინაშე, ადამიანები არათუ პასუხისგებლობას გრძნობდნენ მომავალზე, არამედ ფიქრობდნენ, რომ სულ ესე იქნება, სულ მათი მართვა იქნება დღის წესრიგში. დღეს, როდესაც მართვის ბერკეტები არა აქვთ, კვლავ ეს განწყობა პოლიტიკურ გუნდში, პოლიტიკურ გუნდად წოდებულ ადამიანთა გაერთიანებაში საფრთხეს ქმნის ასეთი პროცესის, აი ამ დაშვების, ადამიანების უფლებების ეს მასიური დარღვევის, საქართველოს ინტერესების გაყიდვის. ქართული ოცნება ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მორიგ ნაბიჯებს გავს. შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, გერმანიის ელჩსა და მის ცოლს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულება კანონის სრული დაცვითაა რეგისტრირებული. როგორც ხაზარაძემ განმარტა, გასულ კვირას მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ბიუჯეტში დაბეგრა არ დაბეგრის ნაწილში წამოჭრილი საგადასახადო შეუსაბამობა. ხაზარაძის თქმით, მისი ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაცია მოხდა და ბიუჯეტი სრულად გაისტუმრეს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, საკითხს ქართული ოცნება პოლიტიკური манипуляციისთვის იყენებს. ლელოს ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, საკითხი ხელოვნურად შექმნილია და რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია. ყველაფერი არ დარღვეულა, ყველაფერი არის გადასარევი. ყურით მოთრეული რაღაცა არის და თქვენს გტკივათ თითები მაკურით რო ცდილობთ რაღაცა თემის მოთრევას და ის ყური მით უმეტეს ის არის, რა ქვია. დგებუაძის ყურზე უფრო გაწითლებული. კიდევ ერთი მხილება არის მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ასე ვთქვათ, მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული, სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან, როცა ქონდა, როგორც კი ის რაღაც ხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბიზნესის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად სამართლებრივად თუ ფინანსურად და ხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი. რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 29 რუსული დრონი ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, დღეს ხამით რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაზე ხმაურება. მათი თქმით, ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის მიერ ნავთობის იმპორტი მიზნად ისახავს ინდოელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას და ეს გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით გამოწვეულ აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს გაზრდის.